მთელს მსოფლიოში ფერმერები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან მათ არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ნიადაგში არსებულ მწერებსა და დაავადებებს, რასაც ამ სათბურშიც ვხედავთ. ზოგიერთ ფერმერს ერთი და იგივე კულტურა მიწის ერთ ნაკვეთში 4 ან 5 წლის განმავლობაში მოყავს. მრავალი პრობლემა არსებობს ზოგადად ნიადაგთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია დაავადებებით, მწერებით და ვირუსებით. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა კი კულტურათა მონაცვლეობაა, ხოლო მეორე პესტიციდების გამოყენება. პესტიციდების მოხმარება არ არის უფრიანი. მომხმარებლებს არ სურთ, რომ მათ პროდუქციის მოყვანისას იყენებდნენ. ისინი ასევე ძვირია და არ არის კარგი გარემოსათვის. ბოლო წლებში დაიწყო ახალი მეთოდის დანერგვა, როგორც მას მეხილეობის დარგში იყენებენ. ჩვენ გვაქვს საძირე მასალა, რომელიც შემგანმარჯვნება და ასევე გვაქვს სანამყენი, რომელიც ის ჯიშია, რომლის მოყვანაც გვსურს. საძირე მასალა შესაძლოა მდგრადი აღმოჩნდეს ზოგიერთი დაავადებების, მწერისა და ვირუსების მიმართ. სანამყენს კი ამგვარი მდგრადობა არ გააჩნია. ახლა უკვე არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ეს ორი კულტურა დავამყნოთ და მივიღოთ ისეთი მცენარე, რომელიც გაუძლებს მიწის დაავადებებსა და მწერებს. ხოლო ნამყენი კი გაიხარებს ზევით ისე, რომ ნიადაგს არც კი შეეხება. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომელ საჩითილე კასეტებში ვთესავთ საძირეს და რომელში სანამყენი მცენარეს. სასურველია მათ დათესვის თარიღის აღნიშვნაც გავუკეთოთ. მცენარე უნდა დაითესოს სუფთა ნიადაგში. სუფთა ნიადაგი ნიშნავს ისეთ ნიადაგს, სადაც არავითარი დაავადება არ არის. ბაზარზე იყიდება სუფთა მიწა, ანუ ტორფი. თუ მისი შეძენა თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაშინ შეგიძლიათ ნიადაგი მოათავსოთ მზის გულზე. მაშინ მიკრობების განადგურების მიზნით. მიწა მოათავსეთ კასეტებში, როგორც აქ ხედავთ. როდესაც დათესვას დაიწყებთ, ნიადაგი კასეტებში თანაბრად გადაანაწილეთ. ორმო ძალიან ღრმა არ უნდა იყოს, მხოლოდ საშუალო სიღრმის, სადაც ერთი თესლი დაითესება. თესლის შეძენის შემთხვევაში იგი სანდო თესლის მწარმოებელი კომპანიიდან შეიძინეთ. ავიღოთ ერთი ცალი თესლი და ნიადაგში გავაკეთოთ მცირე ზომის ჩაღრმავება. ვათავსებთ, ფრთხილად ვაწვევით და შემდეგ მცირე ოდენობით მიწას ვაყრით და ვფარავთ მას. სულ ეს არის საჭირო. არ დაგავიწყდეთ ცოტაოდენი წყლის დასხმა და სათბურში შეტანა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საჭირო აღნიშვნები გავუკეთოთ საძირეებსა და სანამყენეს, რადგან როდესაც დამკნობას დაიწყებთ, იცოდეთ, რომელია. დამკნობისათვის ვიყენებთ სამართლებლის ბაზ პირებს ან სპეციალურ დანებს. ამიტომ საჭიროა უსაფრთხოების გარკვეული ზომების დაცვა. ჭრის დროს დაიცავით თითები ლეიკოპლასტირით, დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ეს ის სამაგრია, რომელითაც ორივე მცენარის ორგადაჭრილ ნაწილს ერთმანეთთან ვამაგრებთ. მაგალითისათვის ავიღოთ წიწაკის ჩითილი. ეს ის მცენარეა, რომელიც უნდა გადავჭრათ. მას აქვს ფესვთა სისტემა და პირველი 2 ფოთოლი. ასევე დაგვჭირდება მინიმუმ კიდევ 2 ფოთოლი. მცენარეს 4 ფოთოლი მაინც უნდა ჰქონდეს, რომელთაც გამოვიყენებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, თუ რომელია საძირე მასალა და რომელია სანამყენი. ამის უდნა საჭიროა, რადგან სანამყენი და საძირე მასალა ცალ-ცალკე უნდა გამოვიყვანოთ. ამდენად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რომელია საძირე და რომელია სანამყენი. ამ შემთხვევაში ეს გახლავთ საძირე მცენარე, რომელსაც ფესვების დაუზიანებლად ამოვიღებთ და შემოვაცლით ქვედა ფოთლებს. მათ მოსაცილებლად შეგვიძლია სამართლებლის პირი გამოვიყენოთ. მცენარე მინიმუმ 10 სანტიმეტრზე ცერად უნდა გადავჭრათ, რათა მცენარეების შეხორცების არეალი იყოს უფრო დიდი. ამდენად უკვე გვაქვს მზა საძირე. იგივენაირად ვიქცევით სანამყენი ჩითილის შემთხვევაში. ორივე მათგანის დაახლოებით ერთი და იგივე ზომის უზრუნველს აყოფ. ამჯერად საწინააღმდეგო მიმართულებით ვჭრით მას ირიბად, ისე რომ სანამყენიც ჭრახდება ცერად ზევიდან ქვემოთ, ხოლო საძირის პირიქით, ქვემოდან ზემოთ, რაც უზრუნველყოფს გადაჭრილი მცენარეების ორი ზედაპირის ერთმანეთთან მაქსიმალური შეხების არეალს. შედეგად ქსოვილები ერთმანეთს იდეალურად შეეხება. დაიწყება შეხორცების პროცესი და წარმოიქმნება კალასის ფენი. სამაგრებს ორი ნაწილის დასამაგრებლად ვიყენებთ, რომლებიც სხვადასხვა ზომის მზადდება. დარწმუნებული ვარ, მას საქართველოში შემოიტანე, როცა მასზე მოთხოვნა გაჩნდება. აგრეთვე დამკნობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ამგვარი მილი, რომლის ერთ ბოლოში ჩააცურებთ დასამკნო მცენარეს, ხოლო მეორე ბოლოში საძირეს, რომ ისინი ერთმანეთს კარგად ეხებოდნენ. მივიღებთ მცენარეს, რომლის ორი გადაჭრილი ზედაპირი ერთმანეთს ეხება. სწორედ ამას უწოდებთ დამკნობილ მცენარეს. სულ ეს არის. ეს ოპერაცია არ მოითხოვს მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძალიან მარტივია.
თქვენ მიიღეთ სცენარეს, რომელიც იქნება დაავადებების მიმართ გრადი და მზად იქნება ზრდის ეტაპისათვის. მკნობის მოცემულ მეთოდს ეწოდება მკნობა მილაკების საშუალებით და მოცემული მეთოდი საშუალებას გვაძლევს მოხდეს პომიდორის, ბადრიჯნისა და წიწაკის ჩითილების დამყნობა. აღნიშნული და სხვა მეთოდების გამოყენებით USAID-ის პროექტი საქართველოში ექსტენსიისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება, მატერიალური და პროფესიული მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ უკვე განხორციელდა ბოსტნეული მყნობის საცდელი ექსპერიმენტი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა პომიდორის, კიტრის, წიწაკისა და ბადრიჯნის მყნობა დაავადებისა და არახელსაყრელი კლიმატური პირობებისადმი გამძლე საძირეებს. კულტურების მყნობა მიმდინარეობდა სადგურებში, რის შედეგადაც დამყნელი სცენარეები გადარგული იქნა სადემონსტრაციო ნაკვეთებზე. პროექტის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა მყნობის სხვადასხვა მეთოდები. კიტრის მყნობა ცალი ლებან ფოთლის ჩამოცლით. პირველი. საძირეს სცილდება ნამდვილი ფოთლები, ამისათვის აწყვეტენ ღეროს ლებან ფოთლების ზემოთ. მეორე. საძირეს აჭრიან ერთ ლებან ფოთლს. მესამე. სანამყენეს ჭრიან დამრეცად, ლებან ფოთლების ქვემოთ 1 ან 2 სანტიმეტრის დაცილებით ლებან ფოთლებიდან. მეოთხე. აერთებენ საძირესა და სანამყენეს და შეერთების ადგილას აფიქსირებენ სპეციალური სარჭით. მყნობის მეორე მეთოდს წარმოადგენს მყნობა ენაკებით. ამ მეთოდით შესაძლებელია მოხდეს როგორც კიტრის, ასევე პომიდორის დამყნობა. კიტრის შემთხვევაში ენაკებით მყნობისას საჭიროა შემდეგი თანამიმდევრობის დაცვა. მყნობა ტარდება მაშინ, როდესაც როგორც საძირეს, ასევე სანამყენე მცენარის ჩითილები განივითარებენ მინიმუმ 2-3 ნამდვილ ფოთოლს. საძირეს აცლიან ლებან ფოთლების ზედა ნაწილს. პირველი. საძირეზე კეთება დაახლოებით 60 გრადუსის დახრილობის ჭრილობა, ზემოდან ქვემოთ. ჭრილობით დაახლოებით 9 ღერო უნდა გადაიჭრას. მეორე. ხდება სანამყენეს ძირში გადაჭრა. მესამე. გადაჭრილ სანამყენეზე კეთება დაახლოებით 60 გრადუსის დახრილობის ჭრილობა, ქვემოდან ზემოთ. ჭრილობით დაახლოებით 9 ღერო უნდა გადაიჭრას. მეოთხე. ხდება საძირისა და სანამყენეს ერთმანეთზე შეერთება ენაკებით და მათი დაფიქსირება სპეციალური სარჭით. მეხუთე. ენაკებით შეერთება უნდა მოხდეს იმ წესით, რომ საძირის და სანამყენეს ფოთლები იყოს ურთიერთპერპენდიკულარული. მეექვსე. მცენარეს ასევე უკეთება ჭხირი საყრდენად. მყნობის მესამე მეთოდია კიტრის მყნობა ლებან ფოთლებს შორის ნახროტის ფორმირებით. ამ მეთოდით მყნობისას პირველი საძირეს აცილებენ ლებან ფოთლების ზემოთ არსებულ ღეროს და ლებან ფოთლების შეერთების ადგილას უკეთებენ ნახროტს. მეორე. სანამყენეს ჭრიან ლებან ფოთლების ქვემოთ დახრილი კუთხით და ათავსებენ საძირეში გაკეთებულ ნახროტში. როგორც საქართველოში წარმოებული ექსპერიმენტების შედეგებმა წარმოაჩინა, ნამყენ ბოსტნეულ კულტურებს გააჩნიათ ბევრი უპირატესობა იგივე სახეობის დაუმყნელ მცენარეებთან შედარებით, როგორც მავნებელ დაავადებებისადმი გამძლეობის, ასევე ზრდის სიძლიერისა და მოსავლიანობის მიმართულებით. დამყნობილი მცენარეები სწრაფადვე უნდა დავდგოთ. გვაქვს საჩითილე კასეტები. გადასარგავად უმჯობესია სტერილური მიწა ან მიწის სუბსტრატი გამოიყენოთ, რათა არ მოხდეს გადარგული მცენარეების დაბინძურება. როგორც კი დარგავთ მცენარეებს, უნდა გადააფაროთ მუქი ფერის პოლიეთილენის პარი და ბნელ ადგილას მოათავსოთ. მცენარეს ნიადაგში გადარგვის შემთხვევაში ასევე ვიქცევით. ვაკეთებთ ორმოს და ვრგავთ. იმისათვის, რომ მცენარეებს შეუქმნათ სრული სიბნელე, ჩითილებს უნდა გადავაფაროთ მუქი საფარი, ან გამოვიყენოთ ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც მათთვის მაქსიმალურ სიბნელეს უზრუნველყოფს. მცენარეები უნდა მოურწყათ და ფარდობითი ტენიანობა შევინარჩუნოთ 95%-მდე. ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 25 გრადუსამდე. მცენარეებს ზევიდან წყალი არ დაასხათ. მორწყეთ ისინი ძირიდან. სარწყავი მილი მცენარის ქვეშ დადეთ, რათა დამყნობის ადგილი არ დანოტიავდეს და სოკო არ წარმოიქმნეს. ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მცენარეების სიბნელეში მინიმუმ 1, სასურველია 2-დან 4 დღემდე გავაჩეროთ სიბნელეში. ამ ვადის გასვლის შემდგომ მთლიანად მოვაცილოთ საჭრილობელი ნაჭერი. დავტოვებთ მაღალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში და გამჭვირვალე ცელოფანს გადავაფარებთ. ამ გზით სინათლე შეაღწევს მცენარეებამდე. ეს კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ფარდობითი ტენიანობა საფარის ქვეშ 92-დან 95%-მდე უნდა შევინარჩუნოთ. უმჯობესია ცელოფნის ქვეშ იყოს თბილი ტემპერატურა. ასეთ პირობებში მცენარეს დაახლოებით 7 დღეს გააჩერებთ. 7-10 დღის გასვლის შემდეგ აცლით ცელოფანს და შესაგვებლად ხანმოკლევადით ტოვებთ ბუნებრივ გარემოში. მყნობის ადგილის უკეთ შეხორცების მიზნით კასეტებში გამოყვანილი ჩითილები უმჯობესია ხანმოკლევადით გარეთ გაიტანოთ. ეს პროცესი შესაძლოა 4-დან 7 დღემდე გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია არსებულ გარემოზე, რათა მათ გაიარონ აკლიმატიზაცია ღია გრუნტში გადარგვამდე. როდესაც 4-7 დღის